გამარჯობა. ესე იგი, კუკია სასაფლაოზე ამოვედი. რამდენიმე დღის წინ დაიწერა. ჩემი ქალაქი მკლავს რომ არის ასეთი გვერდი. იქ დადეს რომ სამამულო ომში გარდაცვლილ ძმათა სასაფლაო არის ცუდ დღეშიო, დიდი ბალახიაო. ამიტომ გადავწყვიტე რომ ამოვიდე და გავასუფთავო. 3 დღე გავიდა. მას შემდეგ როგორც ჩანს მერიამ დასუფთავება გამოუშვა, იმიტომ რომ ეხლა რომ მოვედი ასუფთავებენ, მივალ დაველაპარაკები, შევთავაზებ დახმარებას. თუ მიიღებენ დახმარებას, ხო, კაი, უცბად მორჩებით. თუ არა და ვნახოთ. თქვენთან ერთად ვნახავ, რაც იქნება. ესეთი ტანკია შესასვლელში. აბა დაველაპარაკოთ. გამარჯობა. მე დემეტრე ვარ. ის ვნახე, სურათი ვნახე აქ დაუდიათ. რომელი სურათი? აი ისო, ბალახიაო, დიდი ამოსულიო და გასათიბად ამოვედი მეც. იგივე ვაკეთებ, რასაც ხო, უნდა გადავიღოთ, თუ პრობლემა არ არის. გადავიღოთ მე, რა. აი ბატონო. მარტო ვაპირებდი, მეთქი არავინ იქნება თქო და რომ მოვედი, უფრო მალე სხვა. გამარჯობა დემეტრე. აი, თან რაღაცა სურათებით გადავიღოთ. დიახ. დიდი მოვაკავოთ. აი, შემოვიდა რაღაცა ტექნიკებს, მაშინ გავმართავ და მე მოხმარება. არა, მადლობა. კი ბატონო, მიდი. ხო, ხო არ ექნება პრობლემა ვინმესო. არა, უნდა დავაყენო და მე აჩქარებული კადრი იქნება, როგორც უფთავდება რა. მიდი. აი ბატონო. კარგი. всё. შეგვიძლია რომ დავიწყოთ უფრო მალეც მოვრჩები. რაც არ მithkoms, დამიკავშირდა კომპანია Makita-ს ოფიციალური წარმომადგენლები და მოკლედ მითხრეს, რომ ტექნიკას გათხოვებთო, გატესტეო, რაც მთავარია, ანუ არანაირი შეზღუდვა არ მაქვს, არ ყოფილა მათი მხრიდან ვანი ეს თქვი, ის თქვი. ჩვენ გათხოვებთო, გამოიყენეო და როგორც რეალობა იქნება, ის თქვიო. ესეთი სათიბელაა. ხო, ყველაფერი არის ელექტრო. ესეთი სათიბელაა. გაზონის საკრეჭი, რომელიც მანქანაში დევს და ეს ყუთია. ესეთი შემბერი. ნახოთ, რაც გამოგვადგება, მოკლედ ყველაფერს გამოვიყენებ. მაგარი იქნება, აი. ნახოთ, ეხა უნდა გავტესტო. არა, მაგარი, დენის არის? დენის არის და აი. ო, რა მაგარი. Makita გეცოდინებათ. მათხოვეს, ჩემი არ არის. გატესტეო, თან გადაიღეო რა, როგორი მუშაობს. ეს ტელევიზია? ტელევიზია არ არის, YouTube არხი მაქვს. შეიძლება შეგხვედრიათ კიდევაც რა. მიტოვებული სახლები რო არის, ან ისეთი სიტყვაზე მოხუცი ცხოვრობს და თვითონ ვერ უვლის, ხო? მე მივდივარ ვეხმარები რა. ან სიტყვაზე ის არის სასაფლაოა დიდი ხნის მოულელი მიტოვებული, იქაც მივდივარ ვეხმარები. ეს ფოტოები რო ვნახე, მაგიტომ მეთქი ავალ და გავასუფთავებ, ხო? ესე იგი, გადავწყვიტეთ რომ გაზონის საკრეჭი დავტესტოთ ჯერ აქ. თან ბიჭებს დააინტერესათ როგორი მუშაობსა და ნახავთ აბა რა სიზავს საკრეჭი. დაკუქვა არ უნდა, ჩართვა უნდა. პრიუსი ვით არის რა? აიცა. აი, ეს იდეაში გაზონისთვის არის, ცოდო არის ამ ხელაბალახისთვის. აბა ის ვცადო ახლა და აი, ახლა ვწდი ამითი გასვლას და ვნახოთ რას. ხო, ეხა ის კი აკეთებდა, მაგრამ ცოდო არის, ის გაზონისთვის არის და ეს აი ზუსტად მაგისთვის არის რა. მეც ესეთი მქონდა. მაქვს ეხლაც იმაზე ბენზინზე და რაღაც აქ რო არ ღნავის და იმაში რო უცნაური შეგძლება არის. ის ვიტყავთ, ეს არა აქვს რა ეხლა. ხმა, აბა ამის ხმა და იმის ხმა. ხო, იქ რა ფილმისად? Makita. ეხა მე ამაში ეჭვი მეპარებოდა რომ მეთქი ვერ გაქაჩავს მეთქი მშვენივრად. აი საერთოდ თიბათვეს რო იწყებენ საქონლის ბალახის, აი ამ ცირკული თითიბება ძალიან მაგრა. ხო.
მე მგონი გამოჩნდა სასაფლაოები. აი წარმოიდგინეთ, ხა გაგახედებთ. აი აქ მთლიანად არის აი ამ ბალახშიც. ოიდან არის ესეთი სასაფლაოს ქვები. ხო და მე ეგეთი მქონდა სულ. სულ მასე თვით მუშაობდი და ეხა გეგონება არ არისო ჩართულიო ისე. მელიზმა. აი ზრუჟბა აქა, აქ ის ხები რო დავჭრა. მაგაზეც აი იმას ვიზავ რა გადმოვწა მე და მოგეხმარები. თუ გინდა თავი გაანე. ერთი და იგივე ფირმა არის, კი. მეორე ელემენტიც აქვს, არა? კი. კი. ორი ელემენტი ხო ერთი და ერთმანეთსაც მიდის თან ეს ელემენტები რა. ერთი ხო, იმაზე რომ იქიდან გადმოვაყენებ, ამაზე დააყენებ და ბიჭო, ეს არის მიდვრისა, ეს არის გაზონი რა. გაზონები და იმ სტადიონები. ხო და ეგ მინდა იქ ბალახები რომ აკაცო გასათება. აი ახლა უყურე ნახევა ხოშინას გამოიღო უკები. შეგიდა რა ციკუ. ჩვენ ამ ხალხის ეს მადლია ესაც ჩვენ ვაკეთებ. მადლია. პუბლიკა მაგიზე დავატევ და გამო კოკა-კოლა დალიე რა. მადლობა. ჯერ ცოტა ხანში დავli. მადლობა დიდი. არა, ცოტა ხანი ვიმუშავებ გას, თქვენ მუშაობთ დიდი ხანია და მე ხავ ხურდები. ხო. არა, მადლობა დიდი. არა, მართლა არ მინდა თორე. კი არ მერიდება კაცო, თუში ვარ. ცოტა გაგიფინდები, რა თუშილები ცოტა. ხარს გადაუყირავებია კამერა და ნეტა რა გადაიღო მთელი ხანი. სამი რიგი როგორც ხედავთ გამოჩნდა. ეს გაიწმინდება, მე ალბათ ბალახი გამოვა და უფრო თვალნათელი და თვალსაჩინო იქნება შედეგი. ელემენტი დაჯდა, ახლა გამოვცვლი. ზამთარია 2 გრადუსია, მე მგონი ახლა გარეთ, ხო? ელემენტისთვის ეს არის ყველაზე დიდი გამოცდა. 2 გრადუსია, მაგრამ feels like -2, იგრძნობა როგორც -2. შესაბამისად, ძალიან უხეში ტესტ დრაივი გამოგვივიდა ამ მაკიტას სათიბელების, იმიტომ რომ მინუსში ელემენტისთვის არის კატასტროფა. შენ წაგალ მითხარი სამახო ელექტრო. მოვჭრი მაგათაც. მოვჭრი. ეხლა ამას გამოვიტან მაშინ, მე იმათ მოვჭრი. ეხლა მე ამას გავასუფთავ.
ესეთი დრუჟბა გვაქვს. წავიდეთ ახლა ვცადოთ მოჭრა. ეს ადგილი ბიჭებმა გაასუფთავეს, უკვე 2 დღეა წმენდთო და ესე გამოიყურება ამ ეტაპზე. ბალახსაც გაიტანენ ალბათ. გეგონათ მორჩა? ეხლა გაჩვენებთ რამდენია ესეთი. აი ეს. სულ ეგეთი ხეები. მოკლედ ერთი უცნაური რაღაც არის რა, ეს ყველა მონუმენტი არის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ანუ ზედაწერია სამარადისო დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ საბჭოთა, შემდეგ ქვეყანა ის გმირებს. არის სომხეთის, ტაჯიკეთის, ლიეტუვის, ძალიან ბევრი ქვეყნის რა. Просто ყველა საბჭოთა ქვეყნის. Რომ ამოვედი და დავათვალიერე, ხო ხედავთ რა მდგომარეობაშია, მოკლედ გავსებულია ბალახით და ხეებით. ერთადერთი რომელთანაც მოჭრილი არის ეს ხეები, არც იმათ არ მოუჭრიათ, ვინც ახლა ასუფთავებს, არც მე. ეს არის რუსეთის. აი რაც არ უნდა უცნაური იყოს, რომ მოვდიოდი პირველად რომ შემოვედი, ყველგან არის დიდი ბალახი, ხეები. ამ ადგილას არის მარტო მოგლეჯილი და არ ვიცი რა უნდა იფიქრო ადამიანმა, ან რა ემოცია უნდა გქონდეს, არ ვიცი. თქვენ დაწერეთ კომენტარებში, რომ აი რატო უნდა იყოს მაინც და მაინც რუსეთის მონუმენტი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში. აი, ეხლა ვეცდები, რომ ბალახიც და ეს პატარა ტოტებიც იქნებ ერთიანად მოიჭრას, რა თუ გამოვიდა, ძალიან გამიადვილებს ყველაფერს. ეს არის ბელორუსიის მონუმენტი და აი მთავრობა რო ყავდეს ბელორუსიას, ესე არ იქნებოდა ბალახში ბალახით დაფარული. საერთოდ ამ ქვეყნებს მე არ მესმის, მთავრობები საწყობთ კაცო. უზბეკეთის მონუმენტი. რას აკეთებს უზბეკეთის მთავრობა კაცო? როგორ შეიძლება ესეთი რაღაც რა? დაგიბრუნდით ტესტ დრაივით. დღეს გავტესტავთ აი ესეთი რუსული წარმოების ტანკს. ნახოთ, როგორ გაართმევს თავს ის ჩვენს პირობებს. ყველაზე ისეთი დეტალი ტანკს ხო ლულა აქვს, რაც ალბათ ვინც შემოდის, ყველას ეს აინტერესებს ხოლმე და ეხლა განახებთ რა ხდება ლულაში. ოპ. რა თქმა უნდა. საუკეთესო სანაგვე არის ლულა. აია, აბა ურნაში ხო არ ჩააგდა. ისე რუსულ ტანკს კი ვხდება ლულაში რომ ნაგავი კონდეს, მაგრამ მაინც აქ არა ესთეტიკურია, სადაც საჭიროა ნეტა იქ კონდეს. ტრადიციულად ცოტა ხანი შევისვენებ
დაგელაპარაკებით. საკმაოდ დამღლელია. თან მეთქი რომელიმე საფლავის ქვეშ იქნება რამე ფერადი ტაბლეტი იყოს თქო და უფრო ისე ხალისიანად გაგრძელდებოდა საქმე, მაგრამ საკმაოდ კარგად გაძლო მაკიტამ. ვინც ბრენდებში ერკვევა იდეაში ამ ბრენდს ალბათ იცნობს. არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგწონთ და დამიკომენტარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. ეს სულ მოვიწყდება ხოლმე და უნდა ვთქვა, იმიტომ რომ არ იწერთ. ანალიტიკაც მეუბნება, რომ ნახევარზე მეტ, სადღაც 70%-ს მაყურებლების არხი არ აქვს გამოწერილი. შესაბამისად, გამოიწერეთ. კიდე მნიშვნელოვანი რაც არის, ბევრი ფიქრის შემდეგ და ბევრი შემოსული მესიჯების შემდეგ გავაკეთე დონაციის არხი. ბევრს ფიქრობდი გამეკეთებინა თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი მწერდა, რომ აი მინდა რომ მეც რაღაც წვლილი შევიტანო ამ კარგ საქმეშიო და გავაკეთე დონაციის ლინკი აღწერაშია, თუ სურვილი გექნებათ, რომ ყურებაც უკვე დახმარება არის, რომ უყურებთ, არხს თუ იწერთ და ლაიქებთ, ხო, საერთოდ და თუ მეტის გაკეთება გინდათ, ეგეც უკვე შეგიძლიათ, ასე რომ ნახოთ რა შედეგს გამოიღებს. ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებს, გემახსოვრებათ, რომ სულ ამბობდი, რომ ეს გათიბული ბალახის მერე გაზონის საკრეჭით რომ გაუარო, ძალიან მაგარ შედეგს იძლევა. იდეაში იმ სათიბელომაც კარგად გათიბა, მაგრამ აბა ვნახოთ ახლა რას მოგცემს ამაზე გაზონის საკრეჭით გავლა. მე მგონი ჩანს შედეგი, ხო, რომ აი ერთ დონეზე ასწორებს იდეალურად. ესეთი დამბერიც მათხოვა მაკიტამ. ნახოთ ახლა იდეაში აქ კარგად უნდა იყოს გათიბული რომ შედეგი გამოჩნდეს, მაგრამ ნახოთ რა სიზავს. ეს მაინტერესებს, ესეც ელემენტებზე. დღეისათვის მოკლედ რაღაც წვრილმანებს გავაკეთებ და ეგ იქნება ძალიან ცივა, აი ცოტა ხანი თუ ჩერდები, ეგრევე ცივა, ასე რომ ჯობია რომ პატარა წვრილმანები გავაკეთო და მადლობა რომ მიყურეთ. მადლობა მაკიტას რომ ესეთი ინსტრუმენტები მათხოვა. თქვენზეა დამოკიდებული ახლა ეს ინსტრუმენტებს მომავალში კიდე გამოვიყენებ თუ არა. ასე რომ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ ჩემი მხარდასაჭერი კომენტარები. გამოიწერეთ არხი, თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ვიდეო. წელს იქნება სიახლეების და ძალიან კარგი ამბების წელი. ერთი უკვე რაც სასიხარულოა რომ მაკიტა დაინტერესდა ჩემი არხით. პირველ ჯერზე მათხოვეს და მომავალში ალბათ რაღაც სიახლეები გვექნება. კიდევ ერთი კომპანია არსებობს, რომელთანაც ახლა მიდის მოლაპარაკებები და მოკლედ არხის განვითარებასთან ერთად უფრო უკეთეს და უფრო მასშტაბურ საქმეების გაკეთება შეუძლია. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. მადლობა დიდი.